მე მგონი ზღაპარი რეალობად იქცა. ჩუმად ხმა არ მოიღო, არ გაიგონოს. უყურე, ახლა გაიგებენ ვინც არის. კი, ახლა ყველაზე საინტერესო მომენტი იქნება. აგზელება შემდეგ სერიაში. კარგი რა, ყველაზე საინტერესო მომენტში. და ახალი სერია როდის იქნება? ხვალღამით. დიდი ხანი ლოდინი არ შემიძლია. ახლოვე მინდა რომ გავიგო. ვერაფერს ვიზამ. მოთმინება მოგვიწევს. გვიანია, დროა დასაძინებლად წავიდე. ხო, დიდხანს ვიჯექით. დროა სახლში წავიდეთ. ლეო, გინდა ტაქსით ერთად წავიდეთ? რა თქმა უნდა. ხვალ იგივე დროს შევხვდეთ? კი, როგორც შევთანხმდით. ნახვამდის ამელკა, ღამე მშვიდობისა. ნახვამდის. როა დავიძინო. მაღვიძა რა უნდა დავაყენო? არა, დედა, ხვან სკოლაში წასვლა არ მიწევს. რა ხდება აქ? დედა, მამა, თქვენ ხართ? უცხოპნარენტელები, ატარა მწვანე კაცუნები ჩემს ოთახში. ვინმე დამეხმარეთ, ჩემი გადაცემა უნდათ. ვაუ, სასტრაფოდ უნდა უთხრა ბავშვებს, შოკში ჩავარდებიან. ალო, კიტი, მისმინე, არ დაიჯერებ, ისეთი რაღაც დამემართა. ამელკა, იცი რომ მერი საათია? ჩემს ოთახში უცხოპნარენტელები იყვნენ. კარგი, დაძინება მინდა, ხვა სკოლა მაქვს. ვერ გაიგე? ნამდვილი უცხოპნარენტელები. ხო. ასე დავიჯერებ, საკმარისია, ხელს მიშლი, ნახვამდის. უცხოპნარენტელები? ხო, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ დაესიზმრა. კიტის არ სჯერა, აბა მოდი, ლეოს დაურეკავ.
ლეო, ძინა. ხვალინდან საშინაო დავალებას ვაკეთე, რა იყო? ჩემს სახლში ნამდვილი მწვანე კაცუნები შემოვიდნენ. ეს რა, რაიმე სახის ხუმრობაა? არა, სიმართლეს ვამბობ. ძალიან დაკავებული ვარ. ხვალ სკოლაში უნდა წავიდე და საშინაო დავალება ჯერ არ დამიწერია. მაგრამ უცხოპნაირელები? მოგეჩვენა, ეს მაშინ ხდება, როცა ღამით მოულოდნელად იღვიძებ. ფიქრობ მაგის ბრალია? დარწმუნებული ვარ. მორჩა, სწავლა უნდა გავაგრძელო. კარგი, მაშ სად გავჩერდი? ერთი ამისიც, ჯობს დავიძინო, ხვალ მაინც ორიანს მივიღებ. იქნებ ლეო მართალია და უბრალოდ მომეჩვენა? დროა, დავიძინო. და თუ უცხოპნაირელები რეალურები არიან, იქნებ დაბრუნდებიან და გამიტაცებენ? უცხოპნაირელებო. აქ ხართ? თუ ყველაფერი წყნარად იქნება, წავალ და დავიძინებ. ადგომის დროა. უცნაურია, ვიღაც ჩემ ტელეფონს იყენებდა. შეუძლებელია, ეს სიზმარი არ არის, ეს რეალურია. იქნებ ისინი არიან, მაგრამ არა, უცხოპნაირელები კარზე ზარს არ რეკავენ. გამარჯობა, შენ რა, ახლა გაიყვიძე? მოდი მოვემზადოთ, უკვე უნდა წავიდეთ. მოდი, დღეს არ არა. რას ამბობ? გუში ხომ ყველაფერი დავგეგმეთ. საკმარისად არ მეძინა, სახლში ყოფნა მინდა. თუთი სიზმრები დაგესიზმრა? მას ხომ უცხოპნაირელები დაესიზმრა. შენს დაგირეკა? კარი რა, ამელკა, არ იყო სიზმარი, ისინი ნამდვილები არიან. სისულელეებს ულაპარაკობ, უცხოპნაირელები არ არსებობენ. მტკიცებულება მაქვს. აი, შეხედეთ. საიდან უნდა გავიგოთ, რომ ეს ფოტოშოპი არ არის? ხო, ფოტო რაღაცნაირია. იქნებ უბრალოდ ჩვენი გაპრენკვა გინდა? ღამითაა გადაღებული. დოპნევოდა. და რა, შენს უცხოპნაირელებს არ შეეძლოთ ციმციმის ჩართვა, ფანდის განათება? ისინი ხომ ისეთი ჭკვიანები არიან? არ ვიცი, თუ წამოსვლა არ გინდა, პირდაპირ თქვი. უცხოპნაირელების გამოგონება საჭირო არ არის. სიმართლეს ვამბობ, არაფერი არ გამომიგონებია. თუ სახლში გინდა დარჩენა, მაშინ დარჩი. კარგი, მე და ლეო წავალთ. ისე ვარ ჯერათ ჩემი. დაუნტკიცებ მათ, რომ უცხოპნაირელები მართლაც იყვნენ აქ. ფოტოების გადაღება გინდათ, ხო? ხო და იქნება კარგი ფოტოები.
ხაფანგიც ბზადაა. ახლა უცხო პლანეტელებს დაველოდოთ. არა მგონია ასე მალე მოვიდნენ. ჯობია წავიდე და ჩემს საქმეებს მივხედო. ვიღაცაა სახლში, კამერები უნდა შევამოწმო. აქ არავინაა. გამოვიდა. კამერაზე ფოტო უნდა იყოს. ეს უცხო პლანეტელი არ არის. კანსასფის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ლეოა. კარგი, უცნაურია. მარტო დაბრუნდა და ზარი არ დაურეკავს. ლეო, სად ხარ? ლეო, აქ რას აკეთებ და რატომ არ არის კიტი შენთან ერთად? შენ ლეო არ ხარ, შენ უცხო პლანეტელი ხარ. მოიცა. ლაპარაკი მინდა. ვერ შევძელი ფოტოს გადაღება, პრინავთებს გადაუღებ. გაფრინდა? როგორ სწრაფად? ჯანდაბა. ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ ადრე თუ გვიან ისინი დაბრუნდებიან. ნეტა რას აკეთებდა ამელკა მთელი დღე? იმედია უცხო პლანეტელები უკვე დაავიწყდა. ყველაზე სულელური საბაბი ჩვენთან ერთად რომ არ წამოსულიყო. რაღაც დიდი ხანია არ აღებს. ამელკა, სახლში ხარ? გააღე, ჩვენ ვართ. იქნებ რავე დაემართა? იქნებ იგი უცხო პლანეტელებმა გაიტაცეს? სერიოზულად ამბობ? არა, ხუვრობ. ვერაფერს ხედავ. ოპა! ეს რა არის? დაასახელეთ პაროლი. რა პაროლი? არანაირი პაროლი არ ვიცი. ეს რაღაც ახალია. ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა. როგორც ჩანს ამელკამ დღეს მოიფიქრა. კარგი, $100 ვდებ, რომ ეს უცხო პლანეტელებთან არის დაკავშირებული. პაროლი? იქნებ ფუნთუშა? არა, კრევეტები. ან იქნებ ორცხობილა, ან მუსია? მოიცა, ვიცი პაროლი. კარამელი. იმუშავა. ბაშა. კარი ვინ გააღო? ალბათ ამელკამ ჭკვიანი სახლის სისტემა დაამონტაჟა. ისე მართალია, თვითონ ამელკა სად არის? ვერსად ვერ ხედავ მას. ალბათ უცხო პლანეტელებისგან იმალება. ამელკა, გამოდი. ეს რაღა ხუმრობაა? კარგი, სათვალთვალო კამერას გავს. ამელკა მეორე მხრიდან გიყურებს. გამოდი, ჩვენ ვართ, შენი მეგობრები. არანაირი უცხო პლანეტელები აქ არ არიან. გაჩერდით. გასაკეთებ? გამოსმებ უცხო პლანეტელი ხარ თუ არა? ეს ხომ უბრალოდ ანტისეპტიკური საშუალება. პლანეტელებს ალერგია აქვს დედამიწის ქიმიურ საშუალებებზე. საიდან იცი ეს? ინტერნეტში წავიკითხე. ამელკა, არ არსებობენ უცხო პლანეტელები. ეს უბრალოდ ზღაპრებია. არა, მართალი. ერთ-ერთი მათგანი ჩემს სახლში შემოძრა. ხო, ამელკა. და რა თქმა უნდა, ამის არანაირი მტკიცებულება არ გაქვს. მე ფოტო მაქვს. ისევ ფოტო? ეს ხომ უკვე გავიარეთ. ამჯერად კარგი ფოტოა.
მერე რა? ვიღაც კაცია კაპიშონში. კარგი, ეს ნებისმიერი შეიძლება იყოს. შენერი კაპიშონიანი მაისურია. ზუსტად, იქნებ მე გადამიღე სურათი? მისი სახე დავინახე. ნამდვილად უცხოპლანეტელი იყო. ჩვენ სერიალის საყურებლად მოვედით და არა უცხოპლანეტელებზე რაღაცეების მოსასმენად. ახალი ეპიზოდი უკვე გამოვიდა? კი. და პიცას მოვიტანეთ. ასე რომ დაივიწყე შენი უცხოპლანეტელები და ჩვენთან ერთად დაისვენე. კიტი, რა გჭირს? არაფერია. გავცივდი. გინდა რომ წამანი მოგცე? არა, საჭირო. მადლობა. წავიდეთ, უყუროთ. იქნებ ის მაშინ მოიწამლა, როცა ძეხვი შეჭამა? არც კითხვა ეს, გაჩერდი. კარგი, მოდი სხვა რამეზე ვისაუბროთ. ხომ გთხოვე რომ 4 ყველით შეგეკვეთა? ასეც მოვიგეცი. არა, 4 ხორცი შეუკვეთე. ეგეც გემრიელია. არა, სხვა შეუკვეთე. თავად შეუკვეთე. სულ მე რატომ თხოვ? მან მიყვარს ტელეფონზე საუბარი. არც მე. მე შევუკვეთავ. მადლობა, ამელკა. გამარჯობა, 4 ყველის პიცა მინდა შევუკვეთო. კარგი, დაველოდები. ვა, სწრაფები არიან. იქ, რა იყო? პიცა უკვე მოიტანეს? იქ, უცხოპლანეტელები არიან. ამელკა, ისევ მაგას დაუბრუნდი? ფანჯრის გარეთ. თუ ეს მართალია, მაშინ შემოუშვი. მართალია, განსრომის წინააღმდეგები არ ვართ. იქნებ კარგები არიან და პისით გაგვიმასპინდნენ? ყოველთვის პოცნებობდი უცხოპლანეტელებზე შეხვედრაზე. ღინავითებში მაკატავებდნენ. მათ ალბათ მაგარი სახლი აქვთ მარსზე. კურორტებზე წაგვიყვანენ. ზაგარს რადიოაქტიურ ქვიშაზე მივიღებდი. არა, სასაცილო. twins დაგვიდნობენ. კარგი. თუ მართლა არსებობენ უცხოპლანეტელები, მაშინ მათი ნახვა მინდა. მოიცა, არ გახსნა. ხედავ? აქ არავინაა. იქ იყვნენ. მართლა გეუბნებით. არ ჯერა. ჩვენი აუდიტორიის გჯერა? მაყურებელს დაუჯერებ. თუ ამ ვიდეოს ბევრი მოწონება ექნება, მაყურებლებო, მოიწონეთ ვიდეო კიტიმ რომ დაიჯეროს. ო, და ეს ალბათ პიცაა. არ გააღო. ამელკა, გეყოფა. უცხოპლანეტელები რა არიან? დარწმუნებული ვარ. არავინაა. დარწმუნებული ვარ. ო, და აი ჩვენი პიცაც. მანა, პიცა კარის ღურზე დატოვა? კი, ალბათ კურიერს ეჩქარებოდა. ყველა შემთხვევაში ეს უხეშობა. უარყოფითი შეფასება უნდა დაუწერო. კარგი რა, უნდა ვაპატიოთ მას. ნეტა კურიერმა დაინახა უცხოპლანეტელები? საშინელება, კურიერი მოკლეს. კარგი სუნი აქვს. შენც გინდა უარყოფითი შეფასების დატოვება? ამჯერად პატიობ, მაგრამ თუ კიდევ განმეორდება, აუცილებლად დავწერ. ამელკა, ჩვენ შენთვის საჩუქარი გვაქვს. ეს შენთვისა. ეს ჩაფხუტი უცხოპლანეტელების სხივებს ილეგავს და twins მათი გაჯეტებისგან დაიცავს. დიახ, პიცის ხუთში არსებული ფოლგისგან გავაკეთეთ. ძალიან სასაცილოა. ბოდიში, ხუმრობა იყო. უცხოპლანეტელების მიერ შენი გადაცემა ძალიან სასაცილოა. ოდესმე ბოდიშს მომიხდით, რომ არ დამიწერეთ. სერიალი იწყება. მოდით ვუყუროთ. მოგვიანებით მოვალ. საქმეები მაქვს, მაგრამ ყველაფერს გამოტოვებ. იქნებ ქუდის გამო განაწყენდა? არა მგონია. ალბათ ისევ პატარა მწვანე კაცუნების დასაჭერად წავიდა. კარგი. არ შეიძლება რომ უცხოპლანეტელები ეზოში დადიოდნენ. რაღაც უნდა გავაკეთო. დედამიწის მიკრობები, ისინი უცხოპლანეტელებისთვის სასიკვდილოა. სამზარეულოში გავალ, კოკაკოლას მოვიტან. კარგი. ლეო, მოიტანე კოკაკოლა უკვე? დალევა მინდა.
მადლობა, მაგრამ მეგონა Coca-Cola-ს მოიტანდი. ცოტა გრადამსდა. მადლობა, ლეო. სად დაიკარგე, ლეო? ლეო. ახლად გამოწურული წვენი, ჯანსაღია და გემრიელი. თავს ძალიან კარგად გრძნობ. კიტი, ისევ ავად ხარ? კი, დღეს გავხდი ავად. რა იყო? შენი მიკრობების ნიმუში მჭირდება. რა გჭირდება? მიკრობები, ადამიანის დაავადებები უცხოპლანეტელებისთვის სასიკვდილოა. ამელკა, ძალიან გაგიტაცეს უცხოპლანეტელებმა. უბრალოდ მომეცი ნიმუში. ვერაფერს მიიღებ. ჩემი მიკრობებია და რასაც მინდა იმას უზავ. და ლეო სად არის? სამზარეულოში გავიდა Coca-Cola-ის სასახებად. რაღაც დიდი ხანია წასული. ესე იგი რაღაც მოხდა. მოიცადე, მეც დამელოდე. ლეო! ლეო, სად ხარ? ეს ხომ ლეოს საათია. და თავად ლეო სად არის? სად დაიკარგა? ის გაიტაცეს. ვინ? ყაჩაღებმა? ტერორისტებმა? უცხოპლანეტელებმა? ამელკა, საკმარისია. არწმუნებული ვარ, ახლა მასზე საშინელ ექსპერიმენტებს ატარებენ. ვინ ხართ? ჩემგან რა გინდათ? თქვენ რა, უცხოპლანეტელები ხართ? ესე იგი, ამელკა მართალი იყო? მოიცადეთ, ჩემი შეჭმა გინდათ? არა, საჭირო. ვინმე დამეხმარეთ? იქნებ პოლიციას დაურეკო და რა უთხრათ, რომ ჩვენი მეგობარი დაიკარგა. შესაძლოა აიტაცეს. დაეძებონ. არასდროს დაიჯერებენ უცხოპლანეტელებზე. არ დაიჯერებენ, ისევე როგორც მე. შეხედე, აქ ნაკვალევია. კარგი. როგორც ჩანს, ვილაც კარტოფილს მიაცრევდა. ან ლეოს. მოდი ვნახოთ, სად მივიყვანს. ნაკვალევი მეორე სართულზე მიდის. წავიდეთ. აქეთ მიდის ნაკვალევი. შევიდეთ და ვნახოთ შიგნით რა არის. არ იჩქარო, შეიძლება საშიში იყოს. კარგი, ცოტა გავხსნათ და შიგნით შევიხედოთ. რის გაკეთებას აპირებთ? იქნებ ხერხი გვერდზე გადადო, ვინმე შეიძლება ავნო. იქ ნამდვილი უცხოპლანეტელები იყვნენ. ახლა ჯერა ჩემი? არ ვიცი, დაბნეული ვარ. პოლიცია უნდა გამოვიძახოთ. კიტი, ნუ ხარ სუნელი. გამარჯობა. სასწრაფოდ მოდით. ყაჩაღები არიან ჩემს სახლში. როგორ გამოიყურებიან? წვანეები, მელოტები, დიდი თვალებით. კი, უცხოპლანეტელები არიან. ალო? ალო? ორბილი დამიკიდეს. მე ხომ ვამბობდი რომ არ დაიჯერებდნენ. რა უნდა გავაკეთოთ? ახლა მთავარია ლეო გადავარჩინოთ და უცხოპლანეტელები მოვიშალოთ. განაირად? იქნებ მათ რაიმე სახის ბლასტერები აქვთ. მოიცა. მიკრობები, გახსოვს ვამბობდი? ჩვენი დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტი არ აქვს. მაგაციებამ შეიძლება ისინი დაამარცხოს. თუ მიკრობების ნიმუში გჭირდება, მისაღებ ოთახშია ჩიკა, საიდანაც ვსვამდი. აი, ეს არის. ძალიან კარგი. ეს გამოდგება. რის გაკეთებას აპირებ? ანტისეპტიკური საშუალება იცი რა არის? სითხე, რომელიც მიკრობებს კლავს. იგივეს გავაკეთებ. უბრალოდ პირიქით. წყალს შენ მიკრობებს ურევ.
უცხოპლანეტელებს შევაშურებთ. რა მოვუვათ? რა მოხდება? არ ვიცი, მაგრამ მალე გავიგებთ. რატომ არ დაუჯერე ამელკას? ახლა პატარა მწვანე კაცუნების სადილი გავხდები. შეჩერდით, ხელები მაღლა. ამელკა, არ ამგონია მათ ჩვენი ენა ესმოდეთ. ძალიან აგრესიულად არიან განწყობილი. ვაუ, გამოვიდა. ნახე ნივით გადნა. სწრაფად გავეკიდოთ, გავიქეცით. ჰეი, მე მოხსენით ესენი. საწავიდა? იქით გაიხედე. გაიქცა, ტყუილად არ შეშინდა მისი მეგობის შემხედვარე. მეც შემეშინდებოდა, ეგეთი რაღაც რომ ჩემი თვალით მენახა. იმედი მაქვს ეგრე არასოდეს დამემართება. მისმინე, მეჩვენება თუ რამე დაგავიწყდა? ხო, ლეო არ გაგვიხსნია. გავიკეცით. როგორც იქნა გაგახსენდით. კალკოვა გვინდოდა თუ სად გაიქცა უცხოპლანეტელი. ამის გამო მიმატოვეთ? ყოველდღე არ ხედავ ხოლმე მწვანე არსებებს. ვახ, რა დღე იყო? კარგია რომ არავინ დაშავებულა. ისე თითქმის არავინ. სხვათა შორის რამის თქმა ხომ არ გინდათ? რამის თქმა? რა უნდა გითხრათ? ბოდიში უნდა მოუხადოთ. მართალია. ანუ და ბოდიში რომ შენ არ დაგიჯერეთ. ვწდებოდით და მაგის გამო კინაღამ შემჭამეს. ჩვენ მთელი სახლი საფრთხის ქვეშ ჩავაყენეთ. შეიძლება მთელი პლანეტაც კი ბოდიში მიღებულია. და მეორე უცხოპლანეტელზე რა ვქნათ? იმედია გაფრინდება და აღარასდროს დაბრუნდება. მე მეშინია რომ მეგობრებს მოიყვანს და შურს არა იძიებს. უშავს, ამელკას ჯერ კიდევ აქვს თავისი სასწაულმოქმედი გარაგი. კიდევ რამდენიმე უცხოპლანეტელისთვის საკმარისი იქნება. კი, და რე დაბრუნდნენ. ჩვენ მათი არ გვეშინია.